იტალიიდან უნდა შემოგვიერთდეს ძალიან კარგი ამბები ჩვენი ზაკ მირიანაშვილი გორის ქალთა გუნდის საქართველოს ისტორიაში არის პირველი, რომელიც პანთეონში კონცერტს გამართავს. რომში დაგეგმილი სოლო კონცერტი ქალაქის საიუბილეო თარიღს ეძღვნება, შესრულდება სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებები, მათ შორის საგალობლები, ცნობილი ქართველი კომპოზიტორების კომპოზიციები, საიუბილეო ღონისძიებები იტალიის დედაქალაქში ყოველ 25 წელიწადში ერთხელ იმართება. თქვენ ახლა ხედავთ ჩვენდღის ექსკლუზიურ კადრებს რეპეტიციიდან, აღსანიშნავია, რომ იტალიაშია სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდიც, რომელიც კონცერტებს ვატიკანსა და ფლორენციაში გამართავს. ყველა ღონისძიებას დაესწრება ჩვენი ჯგუფი და ამ დღეებში საინტერესო რეპორტაჟებს შემოგთავაზებთ. მოკლედ, რომიდან კი პირველი ჩართვით უნდა შემოგვიერთდეს ახლა ჩვენი ზაკ მირიანაშვილი და მისგან მოვისმენთ დაგეგმილი ღონისძიებების დეტალების შესახებ. შუადღე მშვიდობისა, მეგობრებო, სულ რამდენიმე საათი რჩება ისტორიულ მომენტამდე, როცა რომის პანთეონში პირველად გაიმართება ქართული სიმღერის კონცერტი, მით უმეტეს პანთეონში, რომელიც გახლავთ ერთადერთი ტაძარი, რომელმაც პრაქტიკულად ხელუხლებლად მოაღწია ანტიკური ეპოქიდან დღევანდლამდე და აი ამ ადგილას კონცერტს მართავს გორის ქალთა კამერული გუნდი. სწორედ მათ ერგოთ ეს პატივი ქართული კულტურის ისტორიიდან, რომ პირველები წარსკდნენ მსმენელის წინაშე. როგორი იყო მათი სამზადისი, როგორ მიმდინარეობდა რეპეტიცია, ამას ყველაფერს ჩვენ დავესწარით და ახლა შეგვიძლია ვნახოთ მათი ემოციები. ისეთ ნაწარმოებებს ვეხებით, ყველა ნაწარმოები შედევრია, ყველა ნაწარმოები ძალიან საპასუხისმგებლოა. ჩვენი საგალობლები, ჩვენი სასიკადულო კომპოზიტორების ნაწარმოებები, პატრიოტული, აი არ ვიცი, შიგნიდან რო არ გასვენებს ისეთი, ასევე ქალბატონ მანანა მენაბდის ქებაი და დიდებაი ქართული საენისა იოანე ზოსიმეს მიხედვით და რა ვიცი, მეტი რას უნდა შეეხო ქართველი როცა ხარ და ამას ვეუბნებოდი ჩემ გუნდს, რომ ჩვენ მივდივართ იქ ქართული სიტყვის სათქმელად. უბრალოდ ეს მუსიკალური ბგერებით მოხდება. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადგილ შემსრულებას, ზოგადად სად მიიწვევენ რა, იმიტომ რომ რაღაც უხილავი ენერგეტიკით იმუხტები, ვერ ეხები ფიზიკურად, მაგრამ გრძნობ ძალიან ისე, რომ ფიზიკურ შეხებაზე უფრო დიდი არის ხოლმე ესეთი შეგრძნებები რა და მე პირადად ძალიან მომართული ვარ, რომ ვინც მოვა ჩვენს კონცერტზე, მიიღოს უდიდესი სიამოვნება. გეტყვით იმას, რომ სოლო კონცერტები, რომელიც რომსა და ვატიკანში ქართველი მუსიკოსების მონაწილეობით მიმდინარეობს საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით და ვატიკანში საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით იმართება. ეს ვატიკანის საიუბილეო წელია, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან მონაწილეობენ ხელოვანები. ეს იუბილე კი 25 წელიწადში ერთხელ აღინიშნება 1300 წლიდან. სწორედ აი ამ ყველაფრის ფარგლებში უკვე 23 ნოემბერს ვატიკანში სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში, რომელიც პაპის 4 უმნიშვნელოვანესი ბაზილიკიდან ერთ-ერთია, უკვე საქართველოს საპატრიარქოს გუნდი სვიმონ ჯანგულაშვილის ხელმძღვანელობით გამართავს კონცერტს და აქაც პირველად გაჟღერდება ქართული მუსიკა. აი ამ გუნდს ვატიკანსა და რომში უკვე კარგად იცნობენ, ისინი იყვნენ ერთგვარი დესპანები, შეგვიძლია ვთქვათ აქ, თუმცა აი ამ ტაძარში ისინი პირველად გააჟღერებენ ამჯერად ქართულ მუსიკას. ხოლო 25 ნოემბერს უკვე ფლორენციაში სან ლორენცოს ბაზილიკაში, რომელიც მედიჩების ისტორიული ტაძარია, იქ გაიმართება ქართული მუსიკის კონცერტი, სადაც ხალხურ სიმღერებთან ერთად იქნება სხვადასხვა თანამედროვე ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები გაჟღერებული და ასევე საგუნდო მუსიკის მარგალიტები შესრულდება. რა თქმა უნდა, შუადღე რჩება მთელი კვირის განმავლობაში და აი ამ კონცერტებს რუსთავი ექსკლუზიურად გააშუქებს და მე ახლა დაგემშვიდობები, თუმცა ჩვენს მაყურებელს შევპირდები, რომ წინ უამრავი საინტერესო ამბავი გვექნება თქვენთვის მოსაყოლი. მადლობა ზაკ მირიანაშვილს, ნამდვილად საინტერესო რეპორტაჟები გელოდებათ.